მოგესალმებით კრასნოდარის კრაის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობა. თბილისის დროით 0 საათიდან 0 წუთია. ჩვენი ბელადის გადაწყვეტილებით შარლ მიშელის დოკუმენტის განულებასთან ერთად მოხდა საათის განულებაც. გილოცავთ ამხანაგებო, გავქმდა კაპიტალისტური ქვეყნებიდან ნაკარნახევი ვიღაც შარლ მიშელის 43%-იანი ბარიერი. გილოცავთ, ჩვენ შევედით და ჩავჩით კომუნისტურ წყობაში. არა ბიჭოს, არა, ამხანაგ შარლ მიშელს შევეკითხებოდით. დღეიდან ისევ მოსკოვს შევეკითხებით. ვაშა მეგობრებო, შარლ მიშელის დოკუმენტი გაიხა. ქართული კომუნიზმის შენებას წინ ვერაფერი გადაიღობება. ევროპელო კაპიტალისტებო, შემდეგ ჯერზე თქვენს მიერ შედგენილ დოკუმენტს ლეშოლკა დაამატეთ, რათა უფრო ადვილად დავიკიდოთ ამათ სახსენებელ ორგანოზე. საბჭოთა სოციალისტური საქართველო, უფრო საბჭოთა ვიდრე საქართველო. დიახ, ჩვენი ბოლომდე გასაბჭოების აღსანიშნავად დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სადაც 2000 პრორუსი მაყურებლის თვალწინ საზეიმო ვითარებაში დაიწყება ხიდი ევროპასა და საქართველოს შორის. ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე, თეა ცულუკიანი, არჩილ ტალაკვაძე, კახი კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ამ ყველაფრის უსვლელი რეჟისორი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ერთი კვირის წინ სიცრუის სასროლი იარაღით შეარაღებული ფირალი ემა გოგოხია თეატრის დარბაზში თავს დაესხა ამხანაგ წულუკიანს. ამხანაგი წულუკიანი ბოროტ მოქმედს არ შეუშინდა. მოხერხებულად წვდა და სიცრუის სასროლი იარაღის კონფისკაცია ადგილზე მოახდინა. ჩვენს კულტურას შეუძლია მშვიდად ეძინოს. მას ხომ უშიშარი ამხანაგი სულუკიანი იცავს. ბოროტიანები იმასაც ამბობდნენ, თითქოს თეატოლუკიანმა მიკროფონი გაიტაცა. ეს მცდარი ინფორმაცია, რადგან თვითონ მთავარი არხის მიკროფონმა გაიტაცა დამორჩილი და გაფანდარა თეატოლუკიანი და ახლა გამოსასყიდს სიტყავს. პირსისხლიანმა ნაცმოძრაობამ ნიკანორ მელიას თავი სპეციალურად გადახოტრა, რომ ლენინი გდეკონოს დამხარი დაუჭიროთ, მაგრამ ტყუილს არ შევსჯამთ. ნაძირალებო, ლენინი ბევრად დაბალი. რომ მახსენდება რა მოხერხებულა დაარღვია ჩვენმა პარტიამ ევროპული შეთანხმება, პირდაპირ ტანში მივლის. მალაციარლი. ვაშა ამხანაგებო, გილოცავთ, ჩვენ უკვე სინათლის სისწრაფით მივკრივართ რუსეთის დიდ და ბნელ უკანალში. ტაში ამხანაგებო, ტაში. ტაშის ხმა რატომ არ ისმის? რუსეთის უკანალში ნუ თუ ასეთი ცუდი აკუსტიკა. ამხანაგებო, ტაში, ტაში. მგონი ჩემი ხმაც იკარგება ამხანაგებო.